მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია TV კომპანია TV12 სპორტულ ტურისტული პროგრამა სტარტი. პროგრამა სტარტის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე ჯემალ არობელიძე. დღეს ჩემი სტუმრებია სპორტში დამსახურებული მოღვაწე, იუბილარი ბატონი შალვა ტაბაღოა. მოგესალმებით ბატონო შალვა. ბატონი შალვა 87 წლის გახდა. სტუდია გადაცემა სტარტი ულოცავს დაბადების დღეს და უსურვებს ყოველივე კარგს. ბატონი შალვა არის ზედმეტი წარჩინებული მოღვაწე სპორტის სინამდვილეში, ფაქტურად ერთ-ერთი სასპორტო საქმის ფუძემდებელი აჭარაში. ბატონო შალვა სტუდიის სახელით მინდა გადმოგცეთ ეს მცირედ საჩუქარი, მოგილოცოთ დაბადების დღე, გისურვებთ ყოველივე კარგი. მაყურებელს კი მინდა კიდევ უთხრა, რომ გამოვიდა კალენდარი ბატონი შალვა ტაბაღოას სახელობის, ერთი არის სამოქალაქო კალენდარი, მეორე საეკლესიო კალენდარი. კალენდარის ჩაშვება გასაღებ ფორმატით არ არის, კალენდარი არის საჩუქარი და ყველა თქვენთაგან სპორტის მოყვარულებს პირველ რიგში სპორტსმენებს, განსაკუთრებით ვეტერან სპორტსმენებს შეუძლია მიმართონ ბატონ შალვა ტაბაღოას და საჩუქრად მისგან მიიღებს კალენდარს, რომელიც ესე იგი მიძღვნილი არის ბატონი შალვას დაბადების დღესთან დაკავშირებით. ასევე გაზეთ აჭარახში არის ბევრი სტატია მიძღვნილი ბატონ შალვა ტაბაღოას მოღვაწეობასთან დაკავშირებით. მადლობა მინდა გადავუხოდო ჩვენ ღვაწმოსლის ჟურნალისტ ქალბატონ მანანა ძეძეშვილს იმის თაობაზე, რომ ეს ყოველდღიურად და საქმიანად აშუქებს სპორტს და უმაღლეს დონეზე აყავს ვეტერან სპორტსმენთა ღვაწლის შემოქმედებითი ნაწილი, ერთადერთად კიდევ ერთხელ მადლობა მას. ბატონო შალვა, აი ძალიან მოკლედ რას გაიხსენებთ თქვენი ცხოვრებისგან და როგორ აფასებთ თქვენ 87 წელს? პირველ ყოვლისას დიდ მადლობას გამოვიცხადო. პირადად თქვენ ბატონო ჯემალ ტელევიზიას და საზოგადოებას, რომელიც გადამიხადეთ დაბადების დღე ნულოცეს და მიხარეთ მიამაღება, რომ ნამდვილად კიდევ მართება ძალა ენერგია, მეტმომემატება, კიდევ ემსახურები ამ სპორტს, ამ საზოგადოებას და ხალხს. დიდი მადლობა ბატონო შალვა, ულევი წლები თქვენ და ულევი სასპორტო საქმიანობის კეთება. ავტონომიური რესპუბლიკა გაფასებთ, გიფასებთ თქვენ ღვაწს და წარმატებული გქონდეთ მუდამ თქვენ მრავალწლოვან კიდე დარჩენილ ცხოვრებაში. ჩვენ ეთერში გიბრუნდებით სტუმართან ერთად. ჩემი სტუმარია, როგორც დავანსე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის უფროსი იურისტი ბატონი ნიკოლოზ მეგრელიშვილი. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. ბატონო ნიკოლოზ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა სპორტის დეპარტამენტის სამინისტრო ქალბატონი ირმანი ჟარაძე, მაია ხაჯიშვილი, აჭარის მთავრობა მთლიანად ერთად აღებული ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ავტონომურ რესპუბლიკაში უმაღლეს დონეზე, არა კარგად, არამედ უმაღლეს დონეზე წარიმართოს სასპორტო საქმიანობა. არის შედეგი როგორც ბაზების, ასევე შემოქმედებით მხრივ სახეზეა. ყავს მსოფლიო ჩემპიონები, წარმატებული ფედერაციები, ამავდროულად შემოქმედებითი საქმიანობა. მაღალი დონის გამომდინარე აქედან თქვენ დღეს წარმოადგენთ ყოველივეს ერთად აღებულს, ჩვენ ვაკეთებთ სტუდიაში წლის ანგარიშს და თქვენ მოგეცათ უფლება და საშუალება იმისა, რომ მაყურებლის წინაშე წარდგეთ როგორც ამ საქმიანობის ერთ-ერთი შემაჯამებელი პირი, იურისტი ბრძანდებით და ყველაფერი აზომილი გეკნებათ მისხალ თქვენი პროფესიონალური მდგომარეობიდან გამომდინარე.
აქედან გამომდინარე გთხოვთ წარდგეთ მაყურებლის წინაშე და მოახსენოთ მათ რა თქმა უნდა პირველ რიგში წარმატებები შემდგომ გეგმები სამინისტროს და დეპარტამენტის მომავალი შემოქმედებითი საქმიანობისა თუმცა აქვე მინდა დავუზინო რომ პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში არ არის შესაფერ სიტუაცია მდგომარეობაში მაგრამ ეს სპორტსმენებს არ გვიშლის ხელს იმის გამო და იმის შედეგადაც რომ ჩვენ აპოლიტიკური წარმომადგენლობა ვართ საზოგადოებიც და ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის რომ ესე იგი ქვეყანამ და პოლიტიკამ გაიმარჯვოს მხოლოდ და მხოლოდ სპორტული აღზევების მხრივ სასიხარულო და შეიძლება ითქვას სამაღო ის ფაქტიც რომ სპორტსმენი მიხეილ ყაველაშვილი წარდგენილია საქართველოს პრეზიდენტის რანგში, უпроსორად დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის რანგში, ჩვენ გვყავს თბილისში ქალაქის მერი, ბატონი კახი კალაძე, დეპუტატები, ოლიმპიური ჩემპიონები და მოკლედ და კონკრეტულად დიდი სამაღო საქმე გვაქვს ჩადენილი და ჩატარებული. ყოველი აქედან გამომდინარე ჩვენი ვალდებულება არის ხელისუფალის და შემდგომ საზოგადოების სცენაში იმის თაობაზე რომ ჩვენ უფრო მაღალ დონეზე დავაფასოთ ეს ყურადღება ხელისუფალის მიერ და შეფასებული და დაფასებული იქნას იმ დონეზე რომ ჩვენ ერს და მამულს არ მოვაკლოთ მსოფლიო ევროპის ოლიმპიური ჩემპიონები რითაც გავახაროთ ისინი რითაც მივცეთ სტიმული მომავალი მაღალი დონის საქმიანობისა და გამომდინარე აქედან ქვეყანამ ილაღოს და იხაროს მამულიშვილებმა კიდე აკეთოს სამამულიშვილო საქმე და ვისურვოთ რომ დაესადგუროს მშვიდობამ იყოს ამაღლებული სული ქვეყანაში იმ თაობაზე იმის ირგვლივ რომ ვაკეთოთ ეროვნული საქმე ეს საზოგადოდ მოგახსენეთ ეხლა ბატონო ნიკოლოზ გთხოვთ წარდგეთ მაყურებლის წინაშე და გააჟღეროთ დეპარტამენტის როგორც გითხარით მიღწევები, გეგმები და შემდგომ კარგი იქნება თუ დაასახლებთ რამოდენიმე წარჩინებულ ფედერაციას, კლუბს, რამე თუ ყველა ერთად აღებული იბრძვის, როგორც დავზინე ერის ქვეყნის დიდებისათვის. გთხოვთ. მოგესალმებით პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მინდა გითხრათ რომ სპორტის დეპარტამენტი წელს სპორტის დეპარტამენტი უპროცენტოდ დიდი ბიუჯეტი დახარჯა სპორტული ფედერაციების განვითარების მიმართულებით. ჩვენ გვაქვს პრინციპ მასობრივი სპორტისა და აგრეთვე მაღალი მიღწევების სპორტის მიმართულება, რომელშიც ხარჯავთ ფულს, განსაკუთრებით 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა მაღალი მიღწევების სპორტის მიმართულებით, თითქმის მილიონი ლარი დაიხარჯა ასობრივი სპორტის მიმართულებით, აგრეთვე გვაქვს სოციალური პროგრამა და რამოდენიმე პროგრამა, რომელიც ეხება მათ შორის ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებას, როგორც არის სასწავლო შეკრების ორგანიზება და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, სასტიპენდიო და სოციალური პროგრამები, რომელიც აღვაჩინე აგრეთვე ჯამში 8 მილიონზე მეტი დაიხარჯა 2022 წელს, უკვე 2025 წელს უპრეცედენტოდ მაღალი იქნება ბიუჯეტი, თითქმის 9 მილიონამდე გაიზარდა სპორტის დეპარტამენტის ბიუჯეტი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გადაანაცვლება პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, პრიორიტეტები მდგომარეობს ჩვენი პრიორიტეტი არის ძირითად შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თქვენ ახსენეთ ფედერაციები და ფედერაციათა განვითარება და სპორტსმენების სახალისება და ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ 2025 წელს აგრეთვე და წელსაც და მომავალშიც აუცილებლად მე ხარ ვარ უფლება მოსული რომ დავასახელო ის ფედერაციები ან სპორტსმენები, რომლებიც წარმატებულები არიან წელს და წარმატებული იქნებიან მომავალში და ისინი დაჯილდოვდებიან ავსოთ დეპარტამენტის და სამინისტროს ერთობლივი და სპორტული ფედერაციების ერთობლივი კომისია გამოავლენს იმ წარმატებულ ფედერაციას სპორტსმენებს, რომლებიც ავსოთ დაჯილდოვდებიან წლის ბოლოს და არაერთულ დაჯილდოებაზე, რომელსაც დეპარტამენტი დაანონსებს და სულ მალე იქნება ეს მიმართულება. რაც შეეხება გეგმებს და მიმართულებებს, ბუნებრივია ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც მაღალი მიღწევების სპორტი, აგრეთვე მასობრიობა და შესაბამისად ჩვენ მუშაობთ აგრეთვე მუნიციპალიტეტებთანაც, იქაც რო სპორტული მიმართულება გაგვიარდეს. მნიშვნელოვანია როგორც პროფესიული სპორტი, აგრეთვე ხალხისეობრივი და შესაბამისად
სხვა მიმართულებით და ამ მიმართულებითაც მუშაობთ, თქვა მასობრივობა აუცილებლად მნიშვნელოვანია ისე როგორც პროფესიული მიმართულება და ინფრასტრუქტურა ახსენეთ, ბუნებრივია, უნდა აღნიშნოს, რომ აჭარაში სპორტული მიმართულებით ინფრასტრუქტურა უპრეცედენტოდ გაიზარდა ბოლო წლებში განსაკუთრებით. სტადიონები, როგორც საფეხბურთო, აგრეთვე სხვა მიმართულებით გეგმება არაერთი სპორტული კომპლექსის ჩვენებობა, მათ შორის ჭადრაგის სასახლე მინდა გამოვყო, რაც მნიშვნელოვანი მიღწევა გახლავთ. ჩვენი სტადიონი, რომელიც გახლავთ UEFA-ს კატეგორიას და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, აგრეთვე საფეხბურთში გაიხსნა ქვიშის სახეობათა სტადიონი ბულვარის მდებარე ტერიტორიაზე, რომელმაც უმასპინძლა უკვე გრანდიოზულ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც არის ევროპის სანაკრებო ჩემპიონატი B დივიზიონის შეხვედრა, სადაც საქართველოს ნაკრები მონაწილეობდა ერთ-ერთი როგორც მასპინძელი გუნდი, მან ეს დივიზიონი მოიგო და გადავიდა A დივიზიონში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს განსაკუთრებით ჩვენთვის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ პროფესიული სპორტი, ამ შემთხვევაში, არამედ სპორტული ტურიზმის განვითარებას, როგორც აღნიშნე, და ამ მიმართულებითაც დეპარტამენტი მუშაობს, განსაკუთრებით ქვიშის სახეობების მიმართულებით, იმიტომ რომ ბათუმი როგორც ტურისტული პოტენციალებს მქონე ქალაქი უპრეცედენტოდ არის იმის საშუალება, რომ თქვათ იგივე ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სპორტული ინფრასტრუქტურის ნაზავრის ხარჯზე ჩვენ მივიღოთ ბევრი საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობა. და ამ მიმართულებითაც მუშაობს სპორტის დეპარტამენტი. ზაფხულში აგრეთვე იგეგმება არაერთი სპორტული ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიება და ჩვენ გავაგზავნებთ, რა თქმა უნდა, სპორტსმენების დახალისებას იმ სპორტსმენებისა, რომლებიც საერთაშორისო ტურნირებზე და ჩემპიონატებში გვასახელებენ. დეპარტამენტი გამოყობს მათზე ფულად ჯილდოს, როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატებზე, მსოფლიო ჩემპიონატებზე, როგორც გუნდურ, აგრეთვე ინდივიდუალურ სახეობებში. შესაბამისად, განსაკუთრებით წარმატება გვაქვს ინდივიდუალურ მიმართულებით, შეიძლება რომ არ გამოვყო მაგალითად ჭიდაობა, ტრადიციულად აჭარა ძლიერი არის ამ მიმართულებით, ძიუდო, აზორლაზიშვილი და ბევრი სხვა მიმართულება, ბერძნულურმა ჭიდაობა იქნება, თავისუფალი ჭიდაობა იქნება, თქვა ძიუდო იქნება, ეს თუ ვთქვათ, აგრეთვე ორთავბრძოლები. ძირითადად მათ შორის კლავჭიდიც ავსებდა გამოვყოთ და გუნდური სახეობების, ხელბურთი, ფეხბურთი მათ შორის ბუნებრივია, იმიტომ რომ ხათუნა გეორგაძე ფრენბურთი. ბევრი წარმატებული ხალხო ფედერაციების მიხედვით, თქვა, პირობითად ამ მიმართულებით ვერ გამოვყოფთ ფედერაციას, იმათ ძალიან ბევრი იმუშავეს 2020 წელს. ჩვენი ორიენტირი მაინც აჭარის რეგიონი გახავთ, ავტონომიური რესპუბლიკა, და შესაბამისად ავტონომურ რესპუბლიკაში სპორტული განვითარების განვითარება, რაც შეეხება თქვა ცენტრალურ ხელისუფლებას, ცენტრალურ ხელისუფლების ორგანოებს, ბუნებრივია ისინი მუშაობენ მთლიანად ქართული სპორტის მიმართულებით. ჩვენ ამ ეტაპისთვის, როგორც ავტონომური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამომდინარე, ორიენტირებული ვართ ავტონომური რესპუბლიკის სპორტსმენებზე, შესაბამისად ფედერაციებზე. და ვფიქრობ, რომ მომავალში გაიზრდება კიდევ ის მიმართულებები, ბიუჯეტიდან გამომდინარე გაიზრდება ის მიმართულებები, წახალისდებენ ის ფედერაციები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობენ და ის მომავალი საერთაშორისო ტურნირები, რომელიც იგეგმება ფაქტობრივად აჭარის რესპუბლიკის ფედერაციები არის ბაზა, როგორც ისეთ ეროვნული ნაკრებებისთვის, არა სრულად, არამედ გარკვეული ნაწილი აქედანაც მიდის ეროვნულ ნაკრებებში. იმ სახეობებში, რომელიც მე აღნიშნე, ბუნებრივია ჩვენ ამ სპორტსმენების ახალისებას გავაგრძელებთ. მნიშვნელოვანია აგრეთვე ვეტერანთა სპორტი და მასი მიმართულება, იმიტომ რომ ჩვენ როგორც მოგეხსენებათ, როგორც საპენსიო, ასევე არასაპენსიო შეკის ვეტერანებს საპენსიო უზრუნველყოფას ვახორციელებთ. ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულება უნდა გაიზარდოს აუცილებლად ამ მიმართულებითაც მუშაობთ, რომ თანხა მოიმატოს და შესაბამისად გვაქვს ამასთან დაკავშირებით გარკვეული მოლაპარაკებები. და ვფიქრობ, რომ 2025 წელი ისევე ისე წარმატებული იქნება, როგორც იყო 2024 წელი. ჯერ წელს შევაჯამოთ ჩვენ ჯერ კიდევ, იმიტომ რომ გვაქვს რამოდენიმე დღე დარჩენილი და აი ამ რამოდენიმე დღეშიც თქვა რამოდენიმე როგორც აღნიშნა სპორტის დეპარტამენტმა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატები რამოდენიმე სახეობაში, ჯერ კიდევ მიმდინარეობს რამოდენიმე საერთაშორისო ტურნირი. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით შედეგებს აჭარის ყულაბაში. დიდი მადლობა ბატონ ნიკოლოზ, ესეთი შთამბეჭდავით და სრულფორმატიანი ინფორმაციისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საზეიმო ვითარებაში ვართ, ახალწელს ხვდებით, რა თქმა უნდა, წარმატებულად, მოდით ზოგიერთ საკითხებს მაინც დაუბრუნდეთ.
საჭირო როდოს, რომელიც ჩემს გადასახედან გადასაწყვეტია, თუმცა პირადად თქვენ ყოველთვის პასუხი დღეს არ გექნება და ლოგიკურიც არის, მაგრამ მაინც საზოგადოდ როგორ ფიქრობთ თქვენ? აი დაახლოებით ასეთი სიტუაციური მდგომარეობა ქვეყანაში, რომ მასიურობა სისტემის ცვალებადებასთან გამო განიცდის დეფიციტს. მხედველობაში მყავს სოფლები, დასახლებული პუნქტები, აი რა თქმა უნდა, გასაგებია რომ ახალი სისტემა წყობა მოითხოვს ფედერაციულ მართვას, საგლუბო მართვას და დღის წესრიგიდან მოხსნილი არის ძველი შემართებული მიმართულება საზოგადოებრივი სპორტული წყობისა, მაგრამ მაინც ხო არ არის სიახლე რაიმე იმ გადასახედიდან მიმართულებით, რომ საქართველოში უკვე იცით რომ ჩამოყალიბდა ცალკე სპორტის სამინისტრო და ახალი წლიდან შეუდგება ეს საქმიანობას. ჩვენ წინა გადაცემებში ძალიან ბევრი საკითხები დავსვით იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია სპორტის სამინისტროში ჩამოყალიბდეს ტექნიკური სპორტის განყოფილება, საზღვაო განყოფილება, სპორტული ტურიზმის განყოფილება, განყოფილების სახით და არა ფედერაციის სახით, არამედ თუ უყურადღებოთ არის ნაწილობრივად მიტოვებული სახეობა და შემოქმედებით როლზე არის დაფუძნებული, რაც ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ხედვის არეალში უნდა გადმოვიდეს. გარდა ამისა, სოფლები, სადაც ძველად ჩვენ მქონდა ინსტიტუტი ფიზკულტურის მეთოდისტის, აბსოლუტურად ყველა სოფელში, შესაბამისობაში იყო სოფლის საკუთრებაში სპორტული მარტივი ტიპის მოედნები, ზოგიერთ შემთხვევაში იყო სპორტული დარბაზებიც კი საზოგადოებრივად და გამომდინარე აქედან იცით და დამეთანხმებით, რომ ბევრი ფეხბურთელი, ბევრი სპორტთამაშების წარმომადგენელი, ბევრი მოჭიდავე და ასე შემდგომ, სწორედ რომ სოფლაში იზრდებოდა და სოფლიდან აღწევდა ოლიმპიურ ჩემპიონობას. დღეს მე არ ვიტყოდი, რომ ესე იგი სპორტული ბაზების ხრივ რაიმე პრობლემები ავტონომურ რესპუბლიკაში არსებობს, განსაკუთრებით დღევანდელი მსოფლიო სპორტული მოთხოვნების კვალობაზე პირიქით აშენდა და შესანიშნავი აი თქვენ როგორც ძალიან სტადიონები, დარბაზები, მაგრამ ჩვენი სპორტული გადაცემის გადასახედიდან მე მინდა ზოგიერთ დეტალებს და საკითხებზე შევჩერდე, აი მაგალითად თუნდაც ჩვენი ეროვნული ქართული ჭიდაობა, რომელიც დაფუძნებულია ეროვნული ღირებულებებზე და წარმოადგენს სპორტის პრიორიტეტს, სპორტის ჰეგემონს და საყრდენწალას, განიცდის ბაზების უკმარისობას და შეიძლება ითქვას, ანომალური მდგომარეობა გვაქვს იმ გაგებით, რომ ჩვენ ვაშენებთ ყინულის სასახლეებს, თუნდაც სპორტთამაშების სასახლეებს, მესმის, გასაგებია, ოლიმპიური სახეობა, მიმართულება დიდია და საჭიროა, მაგრამ ეროვნული სახეები, როგორც არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართული ჭიდაობა, ლელობურთი, ცხენბურთი და სხვა ასე შემდგომ, ხრიდოლი დავამატოთ. გარდა ამისა, ზღვის სახეები, დაილინგი და საპარაშუტო სპორტი, საიარქნო სპორტი და სხვა მიმდინარეობა, რომელიც უნდა იყოს ბუნებრივად დატვირთული ჩვენ რეგიონში, განიცდის ნაკლეონებას და ასე აქვე არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთში აშენდა შესანიშნავი ძალოსნობის დარბაზი, ეს ჩვენი ოცნება იყო ვეტერანების, შენდება რაგბის მოედანი და რა თქმა უნდა ეს შესანიშნავი და ბრწყინვალეა, მაგრამ ქობულეთში სამწუხაროდ მე ვიტყოდი სრულიად საქართველოს ფონზე არ აქვს სპორტული სკოლა. ხედულაში მაქვს შენობა, არც სადემონსტრაციო დარბაზი, არც სავარჯიშო დარბაზი ნორმალურ ფარგლებში, რომელიც ჯდება და შესაბამისობაში გამოგვდის, რომ სპორტის თვალსაჩინო 22 სახე დარჩენილია დარბაზების და შემოქმედების გარეშე, თუ ხედულობაში არ მივიღებთ, ესე იგი სკოლებში ფუნქციონირებულ სპორტულ სახეობებს სპორტკოლიდან წარმომადგენლობით.
რაც რა თქმა უნდა დღევანდელ დღეს მიუღებელია და ვფიქრობ რომ თქვენთან ერთად ჩვენ გავაჟღერებთ იმ თემას რომ მომავალ წელს აუცილებლად უნდა აშენდეს ქობულეთში სპორტული სკოლა, სპორტული სასახლე, იმდენად რამდენადაც ქობულეთი არის ასე რომ ვთქვათ სპორტული სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი. გარდა ამისა ქობულეთი არის საკურორტო ზონა და თქვენ ახსენეთ სპორტული ტურიზმი, სწორედ აქ შეიძლება სპორტული ტურიზმის დანერგვა და განვითარება უმაღლეს დონეზე ჩატარდეს რამდენიმე ათეული და ასეული და ათასეული საერთაშორისო ტურნირი შეიძლება ჩატარდეს მრავალი პირველობა იმ დროს, როდესაც ჩვენ მოკლებული ვართ რაიონში არამც თუ მაღალი დონის შეჯიბრებას, არამედ რაიონის პირველობის ჩატარების არეალის წარმოადგენის ფაქტორს არ არცებობს, არ არის. გამომდინარე აქედან ესეც საფიქრალია და რა თქმა უნდა სპორტ მეთოდისის ინსტიტუტს არ ვიცი მე შეძლებს დაგვარად ვფიქრობ რომ ჩვენ ვერ აღვადგენთ, მაგრამ ჩვენ წარსულს არ გამოვკიდებით, ნოსტალგიის გნობა არ გვამოძრაობს, არის ერთადერთი წინადადება იმისა, რომ ამ კუთხით იყოს მსჯელობა, რომ სოფელი არ დაგვრჩეს ესე იგი სპორტული მომსახურების გარეშე და ვფიქრობ, რომ ეს არის ის ქვაკუთხედი, სადაც ქართული სპორტი ყოველ პერიოდში და ყოველ ეტაპზე აღზევებას პოულობდა. გამეგეთ სწორად, კიდევ ერთხელ დავზენ, რომ ეს არც თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ თქვენ რახან წარმომადგენელი დღეს ჩვენი სპორტული დეპარტამენტისა, აი არის ამ თემებზე მსჯელობა და ანდად ხო არ არის რაიმე სიახლე, რომ აი სპორტული ფედერაცია, მასიური სპორტის სახეობის ფედერაციას ხო არ აქვს რაიმე ასეთი ნიშნული, რომ მან ესე იგი პოვოს და გადაწყვეტოს ადგილებზე საყრდენი ძალის გამოყენებით, წარმომადგენლობით, რომ 6-ვე რეგიონში მოხდეს აჭარის 6-ვე რეგიონში მოხდეს თუნდაც სპორტული თამაშების, ეროვნულ-ნაციონალური სახეების წარმოჩენის და უბრალოდ ესეც რო არ იყოს მასიური სპორტის დაფუძნების საშუალებები. ჩვენ მუშაობთ ინფრასტრუქტურულ ნაწილში გვერაფოსოები თუ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურული სპორტის სფეროს მართვა ზოგადად ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მუნიციპალიტეტს აქვს და ავტონომიური რესპუბლიკის მათ შორის მთავრობის კომპეტენცია გახლავთ სპორტის დეპარტამენტს, რაც შეეხება და სპორტის დეპარტამენტის არსენალში არსებული მართვის სფერო მოიცავს ღონისძიების ორგანიზების ნაწილს და ჩვენ ღონისძიების ორგანიზებას და მათ შორის სპორტსმენების განვითარების მიმართულებით მუშაობთ და ბუნებრივია გვაქვს მათ შორის და ჩვენი წინადადება არის ბუნებრივია და აი ახლა კიდევ ერთხელ გავაჟღერებ თქვენი ეთერის მეშვეობით და ჩვენ ფედერაციებს წინადადებას ყოველმონდათ ვეუბნებით რომ ძირითადი ღონისძიებები გადაიტანონ მუნიციპალიტეტებში და იქ განახორციელონ, იმიტომ რომ იქსაც ამის საშუალებას ინფრასტრუქტურა გვაძლევს, რა თქმა უნდა, მათ შორის ხულოში, შუახევში, ქედაში, ქობულეთში, ხელვაჩაურში და რატომაც არა პირობითად და ჩვენი პრიორიტეტია ეს გახლავთ არა მხოლოდ ბათუმი, არამედ სხვაგან ამ შემთხვევაში, სადაც ინფრასტრუქტურა შეიძლება ცილდება. ბუნებრივია, როგორც გვეუბნებიან, ეტაპობრივად ხდება ბაზების დაგეგმა და განსაკუთრებით ამ მიმართულებით მუნიციპალური ორგანოები მუშაობენ, მერიები ძირითადად, რა თქმა უნდა, თუმცა მაგალითად ფეხბურთის ფედერაციის სტრატეგიას თუ ავიღებთ, თქვათ, საქართველოს მათ შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუნიციპალიტეტებში ბაზები გააკეთა, მათ შორის ქობულეთშიც ახლა როგორც ის 21 ჩემპიონატი, რომელიც ჩატარდა ბათუმის ფედერაციამ ცენტრალურ გააკეთა. ფედერაციამ შესანიშნავი ბაზა გააშენა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც მზად არის უმასპინძლოდ თუ გინდ საქართველოს ჩემპიონატის ნებისმიერი მატჩი და მე მაგალითად მაქვს ინფორმაცია, რომ მათ შორის ფოთის კოლხეთი საშინაო მატჩებს მართავს აი ამ ბაზაზე ხშირად, როცა მათი ბაზა არის რეაბილიტაციის პროცესში. ამიტომაც ბუნებრივია ეს ბაზა, რაგბის ბაზა, რომელიც იქნება აუცილებლად, მე ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტი აგრეთვე ქობულეთის ცენტრალურ სტადიონის რეაბილიტაციასაც დაასრულებს და შესანიშნავი არენა გაქვს ქობულეთში, მინდა გითხრათ, რომელიც წლების განმავლობაში ბათუმის დინამოს საშინაო არენად ითვლებოდა, სანამ სტადიონი არ იყო ბათუმში.
თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ თვითმყოფილები არ ვართ, მოვითხოვთ უფრო მეტი მიმართულების განვითარებას და ნელ-ნელა ჩვენ ვიცით, რომ ბუნებრივია თანხა ყოველთვის საკმარისი არ არის მისთვის, რომ ყველა კომპონენტს გადავწყვეტ და გეთანხმებით, რომ შეიძლება რომ რაღაც თვითკრიტიკულებიც ვიყოთ გარკვეული მიმართულებით, თუმცა ნაწილობრივ ხა აი ამ უპრეცედენტო ინფრასტრუქტურულ მშენებლობების ნაწილში, რაც ბოლო წლებში განხორციელდა, ეტაპობრივად იგივე ბათუმის სასპორტო სკოლა რო ავიღოთ პირობად, იგივე ბათუმში მშენებარე აუზი და ენულის მოედანი, რომელიც აგრეთვე უპრეცედენტო იქნება და ორივე ოლიმპიური სტანდარტის იქნება. დიახ, გეთანხმებით, რომ მუნიციპალიტეტებშიც უნდა გაკეთდეს, განსაკუთრებით აი მაგალითად მუნიციპალიტეტებში ძალიან კარგი იქნება ქობულეთში თუ გით, იგივე ქვიშის სახეობათა არენა რომ მოეწყოს, იგივე ზღვისპირა ზოლში შესანიშნავი იქნება ბუნებრივია და არც დიდანახაც არ მოითხოვს ეს აი მუნიციპალიტეტმა შეიძლება ამის დაორგანიზება და სპორტის დეპარტამენტი სიამოვნებით გადმოიტანს მაგალითად გარკვეულ ღონისძიებებს აი ამ ქვიშის არენაზე ქობულეთში. გინდ ქვიშის ფეხბურთის რამდენიმე ტურნირი შეიძლება ორგანიზებული იქნას ან ქვიშის ფეხბურთის ან ფრენბურთის. ჩვენ ამისთვის ვზავთ უბრალოდ რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურული მოწესრიგება დეპარტამენტის კომპეტენციაში ამ ეტაპისთვის არ შედის ბიუჯეტი აი ამ მიმართულებით არასოდეს არ ქონია ჩვენ ორგანიზებული ამ ინფრასტრუქტურას ახორციელებს ძირითად შემთხვევაში სხვა ან ცენტრალური ხელისუფლების ორგანო ან ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანო რომელიც ინფრასტრუქტურის ნაწილზე არის პასუხისმგებელი. თუმცა მე ასე ვთქვათ ვერც დავადასტურებ და ვერც გავაჟღერებ ამ ინფორმაციას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს დეპარტამენტის მიმართულება არ არის, მაგრამ მე მაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება რა თქმა უნდა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, მათ შორის პორტულის მუნიციპალიტეტებში. ბატონ ნიკოლოზ, გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ადამიანი უმადურობასთან ერთად ვფიქრობ, რომ გაუნათლებელიც უნდა იყოს იმ გაგებით, რომ არ აღიაროს ის პრიორიტეტის წინ სვლა, რაც არის ავტონომურ რესპუბლიკაში სპორტული ბაზების მხრივ, მშენებლობის მხრივ, სპორტული აღზევების და მისი ასე რომ დანერგვა განვითარების ხდით ხდება. თქვენ ახსენეთ 6 რეგიონში, ესე იგი მაღალ დონეზე მიმდინარეობს, აი ქედაში რა დავიწყოთ მსოფლიო ჩემპიონებთან, აბულაძეებთან ერთად ახალი სპორტული სკოლის მშენებლობა, იქ რეგიონში ესე იგი სპორტული ნაგებობების აშენება, ექსპლუატაციაში გაშვება, რა თქმა უნდა ეს არის ფაქტურად მოხდა და გაკეთა ის, რაც არ გაკეთებულა დაახლოებით საუკუნის მანძილზე შემიძლია ასე ვთქვა. რა თქმა უნდა ამის დაუნახლებულობა იქნებოდა შეცდომა და ჩვენ ამ შეცდომას არ დავუშვებთ, მუდამ ვაღიარებთ ხელისუფლების პრიორიტეტს, სპორტსმენთა პრიორიტეტს. რა თქმა უნდა ეს არის, ამაზე საუბარი არ არის, მაგრამ პრეტენზია მე როგორც ვეტერანი და ამ შემთხვევაში ჟურნალისტი გამაჩნია მხოლოდ იმის მიმართულებით და იმის თაობაზე, რომ აი თქვენ ბრძანეთ 9 მილიონი ეხარჯება, რა თქმა უნდა გეგმიურად, რა თქმა უნდა მიმართულებით, აქ პრეტენზიებიც არ არსებობს და ეს ასე არის და სახელმწიფო ძალიან დიდ თანხას ხარჯავს სპორტის განვითარებაზე, აქ ორი აზრი არ არსებობს, მხოლოდ არის ერთი ასეთი მეორე თქვენ რომ ფიქრობ რომ აი პრიორიტეტებს უნდა განსაზღვროთ, როდესაც ჩვენ ბიუჯეტს ვიხილავთ და კარგი იქნებოდა ვეტერანები, ტელევიზიის საშუალებები, დამსახურებული პირები მეწვიათ ხელმძღვანელ მუშაკებს ბიუჯეტის გადანაწილების განხილვაზე. რამე თუ მე ვამბობ იმ თემას, რომ ჩემთვის როგორც პროფესიონალი ვეტერანი სპორტსმენისათვის მიუხედავად იმისა, რომ მე არ მაქვს უფლება რომელიმე სპორტის სახე გამოვყო და დავაკნინო, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია საქართველოში ქართულ ჭიდაობას არ კონდეს შესაბამისი პირობა და დარბაზი იმის თაობაზე, რომ აღზევებული იქნას ქართული ჭიდაობა, საფუძველი ქართული სპორტისა და ამ დროს ვაშენებდეთ მრავალ მილიონიან ღირებულ ყინულის სასახლეს. ყინულის სასახლე კარგია, ფუფუნებაა, მაგრამ აი ამიტომ დავზენ და ხაზმასით საუბრობ ამ თემაზე, რომ კი ბატონო, ოლიმპიურია, მისაღებია, უცხოა ჩვენთვის, მაგრამ
ჯერ უნდა შემივხედოთ ჩვენს რაღაცნაირად კომისიამ პრიორიტეტი უნდა გამოხატოს და გამოსახოს იმ გაგებით, რომ ჯერ უნდა მივხედოთ ჩვენს ეროვნულს, ნაციონალურს და შემდგომ რა თქმა უნდა დავაკმაყოფილოთ ყველა და ყოველივე რაც არის სიახლე, რაც არის სპორტი, რასაც სპორტი ქვია სახელად. Გამომდინარე აქედან მე თქვენთან ერთად არამედ დაპირისპირებით ან და ვთქვათ ნიშნის მოგებით გვაქვს აქ საუბარი, არამედ ჩვენ ერთ ნავში ვზივართ, ერთად მივაყოფთ ოკეანეს წინ ქართული სპორტის ძიდებისათვის, მაგრამ აუცილებლად ესეც უნდა ვთქვა, ნაკლოვანი მე ამას ნაკლოვან მხარედ ვთვლი და არ შეიძლება ნაკლოვან მხარედ არ ჩაითვალოს ისიც, რომ წლების მანძილზე ჩვენ დაწყებული სპორტული სკოლა დავშალეთ, დავანგრიეთ, შემდგომ დავიწყეთ 4 მილიონი ღირებულების იყო სპორტ სკოლა, შემდგომ 7-ზე, 8-ზე, 9-ზე, ეხლა 55 მილიონზე გადავედით, მაკეტი გამოაქვეყნეთ და საარჩევნოდ ვერ შევძელით და ვერ მოახერხეთ, რომ ბალავარი საფუძველი ჩაგვეყანა კომპლექტში ახალი სპორტული სკოლისათვის და მე ხშირად ჩემი მეგობრები, ვეტერანი სპორტსმენები მახსენებენ ამ თემას და ფიქრობენ, რომ ჩვენ არ ვაჟღერებთ ამას, ამიტომ ასე შეიძლება კვახე ფორმით ვახსენებ ამ საახალწლოდ მას, ვისაც ეს ეხება, რომ ეს არის სავალდებულო თემა და სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ ქობულეთში სპორტული სკოლის მშენებლობა, რომელიც ხნის აბსოლუტურად ქობულეთის სინამდვილეში ყველა იმ სირთულეებს, რა სირთულეების წინაშე დგას რეგიონში, ამ შემთხვევაში ქობულეთის მუნიციპალიტეტი სპორტული სკოლის უქონლობის გამო. ნუ მოდით ამ თემაზე დავამთავროთ საუბარი. მე შემდგომ ვთქვი და აღვნიშნე, რომ ჩვენ საზღვაო ქვეყანა ვართ და გამომდინარე აქედან ჩვენი ვალდებულება არის, რომ ზღვის აკვატორიაში ვიყოთ პირველი ავტონომიური რესპუბლიკა, სანამ ესე იგი აფხაზეთი და იქ ოსეთი და რაღაცა ჩამოყალიბდება და დაუბრუნდება თავის რეალურ ფუძეს, მანამდე მოვახდინოთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აფხაზეთმა მხედველობაში, ესე იგი ამ ნიშნულზე ამ მიმართულებით, ესე იგი გარდატეხმები და ეს ყველაფერი რომ მოხდეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ აჭარავალდებული გურია და სამეგრელოს რეგიონი, რომ მოხდეს, ესე იგი საზღვაო სახეების გავრცობა, განვითარება, რამე თუ ვალდებულებასთან ერთად გაგვაჩნია შესანიშნავი პირობა, ვფიქრობ, რომ ტურიზმის დეპარტამენტმა, სპორტის დეპარტამენტთან ერთად უნდა შეკრას ალიანსი იმის თაობაზე, რომ სიახლე შეიტანოს მომავალი საკურორტო სეზონის მართლობის დროს ესე იგი საზღვაო სახეების დაფუძნება განვითარების მხრივ. აქ დაილენგია, საზღვაო ტურიზმია, იალქანია და სხვა მიმართულებითი საქმეები და საკითხები. მარტო ესე იგი ბანანით, პარაშუტით და შეზლონგის გაქერებით ვერ შემოიფარგლებით, ცხოვრება წინმედის, საკურორტო სივრცეები იზრდება, გარდა ამისა მოთხოვნა კონკურენცია მსოფლიო ბაზარზე ამ ხრივ არის კოლოსალური, სიახლებით ინერგება ყველა და ყოველივე და ჩვენ ჩამორჩენის უფლება არ აქვს. თუმცა ჩვენ სპორტისა და ტურიზმის ხრივ აღიარებებს პოულობთ, მაგრამ არის თემები, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და რომელიც მოითხოვს ყოველი ამის შევსებას და განვითარებას. ბატონო ნიკოლოზ, მე მაპატიეთ, რომ ძალიან ბევრი ტვირთი აკიდით ახლა თქვენ, მაგრამ მე იმისათვის და იმის გამო, რომ ვიცნობ თქვენ პიროვნებას, თქვენ დამოკიდებულებას რეალურ და ფაქტობრივ მდგომარეობისათვის, თქვენ როგორც ერთ-ერთი წამყვანი ძალა სპორტის დეპარტამენტის სამინისტროს ამ ჩვენ წინადადებებს რეალურად მიიტანთ იქ და ღრმად ვარ დარწმუნებული იმ თემაში, ასე გადასახეთში, რომ ყოველივე ეს პოვებს სათანადო აღიარებას ჩვენ უბრალოდ შეხსენებას ვაკეთებთ, ვიცით რომ ეს თემები თქვენ დღენიად იხილავთ, შეხსენებას ვაკეთებთ და გარდა ამისა აუცილებლად უნდა მოხდეს სპორტის დეპარტამენტში
საზოგადოებრივი დატვირთვით ზუსტად იმ მიმართულების გადანაწილება თანამშრომლებზე, რაც მე ჩამოთვალე, სპორტის ტექნიკური სახეობები, სპორტული ტურიზმი, სპორტის ეროვნულ ნაციონალური სახეობები, რომ ვიღაცა იყოს ვალდებული და იყოს შემოქმედებითი ამ მიმართულებების მიმართ, რამე თუ ჩვენ მარტო ფედერაციულ საწყისებზე, საკლუბო საკითხებზე გავაკეთოთ აქცენტები და ესე იგი იმის იქით აღარ გავიხედოთ და ეს ჩემი საქმე არა, ეს თემა ქვეყანას და ერს არ წაადგება დამერწმუნებით ამაში და ალბათ ხელი-ხელი ჩაკიდებული მასმედიის საშუალებებთან ერთად მისი გამოყენებით მე აღწევთ უფრო მაღალ არა მარტო სპორტულ ემოციურ, არამედ საქმიან შედეგებს. ჩვენი გადაცემა ფაქტურად დამთავრებულია და აი თქვენ რასრულებით დაამთავრებდით. მე ნაგეთანხმებით მებრივია ნაწილში რომ ინფრასტრუქტურის მშენებლობა ყველგან თანაბრად უნდა იყოს, თუმცა სახელმწიფო რაციონალურად ანაწილებს რესურსს ბუნებრივია და მიუხედავად სურვილისა, რომ მასშტაბურად დაიწყოს ყველაფერი ერთბაშად, ეს ვერ განხორციელდება, ეტაპობრივად ყველაფერი იქნება და შემიძლია გითხრათ, რომ მსჯელობა მიმდინარეობს და ამაზე როგორ გადანაწილდეს ბიუჯეტი და ნამდვილად ესე იქნება ამ ეტაპისთვის თქვათ ის ნაწილი, რაც გვაქვს გარკვეული პრიორიტეტები, რაც არის სპორტის მიმართულებით, თქვათ ფედერაციების მიერ შემოთავაზებულზად, იმიტომ რომ ჩვენ ვეყვნებით ფედერაციების რეკომენდაციებს და მათ რეკომენდაციებს უთვალისწინებთ. ამ მიმართულებით თქვათ და ის სტატისტიკა რაც გვაქვს, ამას ვეყვნებით ამ ეტაპზე. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ეს ინფრასტრუქტურული ნაწილი იგეგმება და უახლოეს მომავალში ამის ეს ყველაფერი გაჟღერდება. მე ვისურვებდი უფრო მეტ სპორტულ წარმატებას 2025 წელს, მე ვისურვებდი მეტ ჩემპიონს მსოფლიო, ევროპის და სხვა პირველობების გამარჯვებულებს, როგორც ჩვენი ავტონომიური რესპუბლიკიდან, აგრეთვე საქართველოს ნაკრებების შემადგენლობაში და წინასწარ მოვილოცავთ მშობა ახალ წელს, წარმატებას გისურვებთ, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების საკეთილდღეოდ. მინდა ვთქვა, რომ თითეული გაჟღერებული ჰიმნი საერთაშორისო სპორტულ პედესტალზე ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი წარმატება და აღიარება. ბატონო ნიკოლოზ, ძვირფასი მადლობა სტუდიაში სტუმრობისათვის, ძვირფასი მადლობა ძალიან შთამბეჭდავი და სერიოზული საუბრისათვის, ძვირფასი მადლობა იმისათვისაც, რომ თქვენ არა ნეგატიურად, არამედ საქმიანად უყურებთ ჩვენ საერთო საქმეს, სპორტის დიდებას და განვითარებას ავტონომურ რესპუბლიკაში. წარმატებები მინდა გესურვოთ თქვენთან ერთად სპორტის დეპარტამენტის პირველ რიგში, სამინისტროს, ყველას ერთად აღებულს, ვინც იწვის სპორტისათვის, გულშემატკივრებთან ერთად დავტოვებთ გულშემატკივრებს და გავემეორებ თქვენ მოწოდებას იმის თაობაზე, რომ ყველა სპორტსმენმა მოულოცოს ახალი წელი, ესე იგი ყველა სპორტის მოყვარულს, ყველა მწვრთნელს, ყველა სპორტის მასალებელს, სპორტში დარგის მომშავე ყველა პიროვნებას უსურვოთ ყოველივე კარგი, ბედნიერება, წინსვლა და აქვე დავზენ, რომ ეროვნული შერიგება, ეროვნული ასე რომ ვთქვათ, მხოლოდ სიამტკბილობა, ეროვნული გაგება, ჩვენ ერთნი ვართ, ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენი გაყოფა ჩვენება და სხვისიანებად ეს არის შეცდომა და დანაშაული. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფალი მოახერხებს იმას, რომ ხელისუფალი იყოს ყველას ხელისუფალი, ხელისუფალი იყოს ყველას პატრონი და ყველას შემოქმედებითი ძალა, ყველას იმედი, რომ ჩვენ ნათელი ახალი წელი, ბედნიერი ახალი წელი გაგვეთენდეს და ქართულმა ხალხმა იცხოვროს და ილაღოს სამშობლოსათვის, დიდებისათვის, დაგვიბრუნდეს ემიგრანტები, არ მოხდეს ჩხუბი და დავა და დავიდარება, რომელშიც მოგებული არავინ არ არის და არ ვიყოთ წაგებული ერი. მე დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ
მივესალმები და კეთილის სურვილებით მინდა მიმართო ჩვენ მაყურებელს, რომ ჩვენი შემოქმედებითი საქმე, ჩვენი წინადადებები იქნას გათვალისწინებული, ყოველივე ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის ახალგაზრდობის წინსვლის საფუძველი და შედეგი. წარმატებები ჩვენი გადაცემა დამთავრებულია.